მოგესალმებით კვლავ მეგობრებო, მე მინდა ამ ეხლა ახალ დადებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გავაცხადო ჩემი მოსაზრება. გაანახებთ ვიდეოს და შემდეგ განვიხილოთ. თქვენ ხედავთ, რომ ესე იგი განვიხილოთ კიდევ ერთხელ და არაერთხელ ვუყუროთ ამ ვიდეოს და ვნახოთ თუ რა ხდება ამ ვიდეოში. თქვენ ხედავთ, რომ აქ ადამიანები ჩვეულებრივად მოდიან და ძალიან არაახშკეთებული სახით ნელა თავისით მოსეირობენ და ვიღაცა იღებს ნისლს. ხოლო უკანა ფონზე ისმის გურამის ხმა, რომ კახა არ მიმატოვო გევედრებიო, გეხვეწებიო. აი ნახეთ, კარგად მოусმინეთ, რომელიც არის აბსოლუტურად სხვა ვითარებაში გადაღებული, ვიდრე ბუნებაში გადაღებაა ეს. ახლა გეტყვით რაღაცას. მოусმინეთ? მე როგორც პროფესიონალიდან გამომდინარე, მე ვარ რეჟისორი და მონტაჟი სცენარის ავტორი, მონტაჟისტი და ასე შემდეგ მონტაჟისტს უწოდებენ. ეს არის ჩემი ფილმი, რომელიც მე თვითონ დავამონტაჟე, მე თვითონ გადავიღე, მე თვითონ ჩვენებაზე ვაჩვენე და იცოდეთ, რომ დაახლოებით მონტაჟის სტაჟიერობაში გატარებული მაქვს ძალიან ბევრი წლები რა, ერთი სიტყვით, სულ ცოტა 3 წელი მაინც. როდესაც ამ კადრს ვუყურებ და ვხედავ, რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა ამბიენსი, სადაც გადაღებულია გურამის ხმა და სხვა ამბიენსი, სადაც გადაღებულია გარებუნების სცენა, ერთმანეთზე ადევს როგორც მონტაჟი და ჩვენთვის შემოთავაზებული აქვს, თითქოს აქ მოხდა რაღაც კატასტროფა, ხალხი მიედინება ძალიან ჩვეულებრივად, თითქოს აქ არაფერი მომხდარა და განწირული ხმით ყვირის ბავშვი კახა არ დამტოვო გევედრები, არ ყვირის ხალხო მიშველეთ არ დამტოვოთ, არამედ ყვირის კონკრეტულად ადამიანის სახელს კახა არ დამტოვო გევედრები. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, ეს პიროვნება, რომელიც იკითხება, დაიკითხა და რომელსაც თქვა, რომ მე აბსოლუტურად არანაირი იქ მეწყერის გადაღება არ გამიკეთებია, მე ვიღებდი ჩვეულებრივად რაღაცა ნისლს. პირი, რომელიც აი ამ კადრის პატრონია, აცხადებს, რომ მე არ გადამიღია იქ მეწყერი. არაფერი მეწყერი არ გადამიღია. ეხლა მაინტერესებს ეს მონტაჟი, რომელიც დამონტაჟებული არის რეალურად და ფაქტის სახეზეა და ექსპერტიზაზეა უკვე გადაგზავნილი ვიდეო და ფაქტია, რომ ეს კადრი საერთოდ არ არის იმ ხმასთან კავშირში, რომელი ხმა სპეციალურად არის ჩაწერილი თუ შემთხვევით არის ჩაწერილი ბავშვი, რომელიც ევედრება კახას, რომელიც სავარაუდოდ იყო ერთ-ერთი უფროსი, არ დამტოვო გევედრები, აქ უკვე ჩანს კადრი, სიუჟეტი კადრს მიღმა, რომ ბავშვი დაიტოვეს სადღაც ძალით. არ დამტოვო გევედრები. ხმა, სადაც იქ არც წივილი ისმის, არც კივილი, გვიშველეთ, ან რაღაც წამოდი ეუბნება გოგო ვიღაცას. წამოდი ეხლა დროზე. იქ არიან გაღიზიანებულ ვითარებაში პიროვნებები, რომლებიც ხედავენ, რომ ესეთი უსამართლობა ხდება, ადამიანს ტოვებენ სადღაც. ადამიანს ტოვებენ იქ, სადაც მას არ უნდა, თავისი სურვილი არ არის, რომ დარჩეს. და როდესაც ის კადრები გამოვა და გაიკვევა ყველაფერი, თუ რატომ დატოვეს გურამი? ვინ დაიტოვა გურამი? რატომ კი არა და ძალით რომ დაიტოვა უკვე ფაქტის სახეზე, იმიტომ რომ აუდიო ჩანაწერი არსებობს. და გურამი რომ ცოცხალია და ცოცხალს არავინ არ დატოვებდა, იქ ცოცხალი თავით მეწყერში რომ მოყოლილი იყო და იქ თვითონ დაეხმარებოდა ხალხი და შორიდან არ გადაიღებდა ამ კადრს, რომ დაამეხმარე გევედრებები ვიღაცა იღებს ხმას, წარმოიდგინე აუდიო გადაიყო ვიღაცამ, რომელმაც ძალიან წყნარად გადაიყო მეწყერი, მოდის წარმოიდგინეთ, თქვათ მეწყერი ჩამოვარდა, თქვათ დავუშვათ. მეწყერი ჩამოწვა, აქ ბავშვი ყვირის არ დამტოვო გევედრები და ეს ეუბნება წამოდი.
აქ არის სცენარი აბსოლუტურად სხვა. იქ არის ჩაწყობილი ვითარება, რომ ესე უნდა მოხდეს. იქ ბავშვებს არანაირი ძალაუფლება არ აქვთ, რომ ეს გადაარჩინონ. გადაარჩინონ რისგან? მეწყერისგან კი არა. იმ ხალხისგან, ვინც დაიტოვა გურამი ძალით. და სავარაუდოდ ძალით ბერად აღკვეთილის თაობებიც გამოაშკარავდება ახლა. შუქი აეხდება, ფარდა აეხდება ყველა იმ საკითხს, მადლობა ქალბატონ სოფიოს და მადლობა გურამის, რომელიც გამოჩნდება ჩვენთან და დავინახოთ, რომ ის არ მომკვდარა, რომელზეც ქვია საბა და რომელიც გამოააშკარავებს ამ ამბებს და გაახსენდება მეხსიერება აღუდგება უკვე ყველამ გაიგო ეს ამბავი მის ყურამდე რო არ მივიდეს არ არსებობს და თუ კი მას დაავიწყეს ჯადოქრული ჩარევებით რაღაც საკითხი ხო თავისი მე აუცილებლად აღუდგება მეხსიერება და აუცილებლად თავისი ფეხითაც დაბრუნდება თუ კი მას არ დააბრუნებენ და ჩაკეტილიყავთ როგორც აგერ უკვე აუდიოში გამოჩნდა აუდიო ჩანაწერში რომ ადამიანი ძალით დააბეს და ისე დატოვეს და ზუსტად ეგ ვითარება მესიზრა ხილვაში რომ აი თავისუფალი ვარ დავდივარ და უცბად ვიღაცა მეტაკება უკნიდან მიჭერს პირზე რაღაცას მასუნთქებს ამ ხალხს წეღარო აქ იდგა ვეუბნები რომ მიშველეთ და არავინ არ მშველის იგივე ვითარებაში არის საბაც გურამიც დღევანდელობაში როგორც ჩანს საბა აუცილებლად ყველა დაიშება არ არის დაფარული რომ არ გაცხადეს ყველა ცოცხალი წარსდგება ჩვენს წინაშე მკვდრები აღსდგებიანო და სწორედაც რომ მკვდრების აღდგენის პროცესია ეს ჩვენ ვიხილავთ გურამის ცოცხლად ამდენი წელი რომ გვატყუებდნენ რომ გურამი ვითომ მკვდარია ჩვენ ვიხილავთ მკვდრების აღდგომა ეს არის აღდგომაც ამას ნიშნავს ხალხო საფლავებიდან აღდგომაც ამას ნიშნავს და მეორედ მუსლის კიდევ ერთი მაგალითი მიდგება თვალწინ და მადლობა ყოვლადურ ყრელ ნათელს რომ ჩვენ ამ საკითხებს გვაშუქებინებს დაესმევა ყველა ბოროტებას, ყველა სიცრუეს, ყველა ძალადობას წერტილი და დასმული აქვს ყველა ძალადობას წერტილი, ყველას მოეთხოვება აშკარაა რომ მონტაჟი გამოიტანეს, აშკარაა რომ დაამონტაჟეს ეს საკითხი, აშკარაა რომ ამის უკან დიდი ძალა დგას, აშკარაა რომ გაჟღერდა ერთი წუთი გაჟღერდა ეს ტელევიზიებში და ამის რა არის დედა? რა არის? დედიკო, ერთი წუთი რა მადროვე რაღაცას ვაკეთებ. ამიტომ აშკარაა ის რომ ვიღაცა ჩაერია ამ საკითხში თუ არა ჩარევა არც მონტაჟი არ იარსებებდა არც ის ტყუილი არ იარსებდა და ვითომდა რომ ჩამოწვა იქ რაღაც მეწყერი არ ვიცი მაგრამ აშკარაა რომ რაღაცისთვის დასჭირდათ ეს მონტაჟი აშკარაა რომ ტყუილს აქვს აქ საკითხი და აშკარაა რომ ეს ბიჭი ძალით დაატყოვეს ძალით სადღაც დაიტოვეს აუდიო ჩანაწერში ეს ყველაფერი ჩანს მე ვერავინ მომატყუებს მაგას რომ ეს მონტაჟი არ არის სამწლიანი მონტაჟის გამოცდილება მაქვს და კიდევ ერთხელ განახებთ ფილმი რომელსაც აი აქ ვიყიდოთ დედა უყურებთ არის ჩემი სადიპლომო ფილმი და შეგიძლიათ YouTube-ზე ნახოთ YouTube-ზე შეუულებრივად ნახოთ ვიყიდოთ დედა არის ზუსტად აი არ ვიცი რა საიდან სად გამისხადა ღმერთმა დედების საკითხია დედები დაანგრევენ ამ სისტემას სწორედაც ამ საშინელ ჯოჯოხეთს დედები მოერევიან დედის ძალა არის წარმოუდგენლად დიდი ძალა იცოდეთ თქვენ ეს რა და აი მართლა მადლობა ქალბატონ სოფიოს რომ როგორც ქალბატონ ეკატერინეს ისე ქალბატონ სოფიოს ისე ნესტანს სამივე დედას უძლიერესი დედები არიან რა და მათ დაამარცხეს ეს საშინელი სისტემა იცოდეთ თქვენ ეს თავიანთი შვილების სიყვარულის გამო კი ნინო ისევ მეწყერში დაკარგვის იმიტაციაა შექმნილი რომ თითქოს აქ მეწყერიას რა ეტყობა ამ ხალხს რომ მეწყერს გაურბის აქ ვინც მოსეირნობს არაფერი
წავედით აი არ ვიცი გადააზიარეთ მეგობრებო ეს ამბავი ყველამ უნდა გაიგოს რომ ვერ დამალონ ისა ბიჭი ვერ დამალონ ეხლა საბად წოდებული გურამი ვერ დამალონ ვერსად ვერ დამალავენ მიწიდან ამოვთხრით თუ მიწაში დამალავენ იქიდან ამოვთხრით ღმერთმა დაიფაროს მიწაში საპყრობილებიც არის თუ საპყრობილეში ჩააგდებენ ისე რომ დაიმალოს ამას ბოლომდე მივიყვანთ სრულიად საქართველოს და სრულიად დედები იცოდეთ რა ვერსად ვერ დამალავენ და ვერც მოკლავენ ვერ გააქრობენ ამ ბიჭს კოდრები აღსდგებიან სად ნახოთ ეგ ფილმი თამარო ქალბატონის სოფო აი ნახეთ ეს გააზიარა ქალბატონმა სოფომ მეც გავაზიარე ერთი შიდა ქართლმაც გააზიარა მოკლედ შიდა ქართლმაც გააზიარა აი აქ გაჩვენებთ და ქალბატონმა სოფო მისმა დედამაც გააზიარა ერთი წუთით მოკლედ შიდა ქართლზე გადადით და აი აქ ნახავთ მის ვიდეოს უსასტიკესი საკითხები გამოდის ჯოჯოხთელი ჯოჯოხეთი აშკარავდება ხალხო თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმ ხელა თემები აშკარავდება რომ ძალით აღკვეცილი ბერების საკითხი ნათელში გამოვა თქვენ ნახეთ რა მე ერთხელ ვთქვი და არ არსებობს ღმერთმოწყვილად რამე მათქმევინოს ყველა მკვდარს რომელიც ქრისტესთვის არის შეწირული და მოკლული როგორც ბერი 54 წლის ასაკამდე ვინც კი აღიკვეთა ბერად ყველას მოიხსნება ბერობა იცოდეთ რომ ყველას მოიხსნება ბერობა იცოდეთ ეს ვთქვი და მოხდება და ხდება უკვე იმიტომ რომ ძალით აღკვეცილი ბერები ზეცაში არავის არ უნდა და ხედავთ რა ზეწოლის ნიადაგზე ხდება ადამიანების დატყვევება ეკლესიაში ქალბატონ სოფოს უსურვებ გამძლეობას ღმერთმა ქნას რომ დროულად გამოააშკარაოს სად არის გურამი ღმერთმა ქნას რომ გურამის იმხელა ძალა მისცეს რომ თავისი ძალებით გამოხედკოს იქიდან სადაც არის დაჭერილი გაახსენდეს მას მისცეს მას ყოვლადურყმელმა ნათელმა მეხსიერება დაუბრუნოს მისი მეხსიერება და გაახსენდეს თუ რატომ არის იქ სადაც არის და თვითონვე გამოიქცეს იქიდან სადაც არის და მივიდეს დედასთან მივიდეს პოლიციაში მივიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში იმდენად ჩაჭერილი ყავთ ეს პატარა ბავშვები იმდენად დატყვევებული ყავთ თქვენ არ იცით რამხელა ზეწოლას აწარმოებენ მათზე თქვენ არ იცით რამხელა ფსიქიკურ წნეხს აკეთებ არ ვიცი კი არა და ვიცი გრძნობ ამას ყველაფერს წერტილი დაესმება მადლობა ყოვლადურყმელ ნათელს მადლობა იესო ქრისტეს მადლობა თამარს მადლობა ყველა დედას ვინც იბრძვის თავისი შვილის სიმართლის დასაცავად ვინც იბრძვის თავისი შვილისთვის ყველა დედას ძალა მიეცეს ვინც იბრძვის თავისი შვილის სამართლიანობის დასაცავად თავისი შვილის აღსადგენად ვინც იბრძვის ყველას ძალა მიეცეს თავისი სამართლიანობის თავისი სისუფთავის დასაცავად ვინც იბრძვის და სამართლიანობის აღსადგენად ვინც იბრძვის ყველას ძალა მისცემოდეს ამინ ამენი თითალო იესო ქრისტე შეისმინოს ყოვლადურყმელმა ნათელმა ჩემი ვედრება ამინ და გემშვიდობებით ახლა და დროებით